მე ასევე მინდა მიულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და რა თქმა უნდა იდოლი ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი, ის გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, ძალიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, ასე აღვიქვა თითოეულ მაღლ შემადგენლმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ულოცავთ, მადლობაც უნდა გადაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა მას ამოულოდაც სანენდი წარმატებები უსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც აღარ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები. წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას აქვს მიღებული გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ ეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოთი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.